მე ვარ ანრი გათენაძე 10 წლის. ვსწავლობ მე-4 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა კითხვა, ცეკვა, ხატვა და ფეხბურთი. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 6 წელია დავდივარ ლათინო ამერიკულ სამეჯლისო ცეკვებზე. მახსოვს პირველი დღე ცეკვაზე როდესაც მივედი, ძალიან ნერვიულობდი, არავის არ ვიცნობდი, ძალიან მეშინოდა, მაგრამ იქ როდესაც მივედი და ბავშვები გავიცანი და ძალიან კარგი მასწავლებელი შემხვდა, ძალიან გამიხარდა. ჩემი მასწავლებელი არის მონიკა არჩაია. ის ძალიან კეთილია, ენერგიულია და მინდა რომ მისი ენერგია მეც მქონდეს, ისეთი ძლიერი არის და ძალიან მიყვარს. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა მოძრაობების დამახსოვრება. ვერ ვიმახსოვრებდი და ძალიანაც არ მინდოდა ცეკვაზე სიარული. მაგრამ თანდათან შემაყვარა მონიკა მასწავლებელმა. ბიჭები ცოტა ვართ, მაგრამ ეს ცეკვა ძალიან უხდება ბიჭებს. ჩემი პარტნიორი არის მარიამ ჟავანაძე. ძალიან ლამაზი გოგოა, კეთილი, მზრუნველი, ლამაზი და მე ხელს უწყობ, რომ ძალიან კარგად იცეკვას. შეჯიბრებებზე და კონცერტებზე სულ გამოვდივართ ერთად. სხვათა შორის ის არის ჩემი მე-4 მეწყვილე. წინა გოგოებიდან ზოგმა სიმაღლეში გამასწრო, ზოგი ცეკვიდან გავიდა და დამრჩა მარიამი. ყველაზე დიდი წარმატება მქონდა, კავკასიის თასი იყო და მე ავიღე პირველი ადგილი მარიამთან ერთად. ჩარს ქორწილში ჩავიცმე შავ ჩოხას და აუცილებლად ვიცეკვებ. თუ ცოლს ცეკვა არ ეცოდინება, გამოვიწვევ სიდერდს. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ბაღში მყავდა. იმ გოგოს იმიტომ დავცილდი, რომ მიღალატა და სხვა შეუყვარდა. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 28 წლის. შვილებს დავარქმევ ამელის და ლუკას. ჩემს ცოლს დავარქმევ ეკატერინეს. მე ასევე მიყვარს მუსიკა და დავდივარ რევაზ ლაღიძის სამუსიკო სკოლაში. ჩემი მასწავლებელი არის მარიამ მახარაძე. ის ძალიან თბილი, მეგობრული და კეთილი ადამიანია. და ძალიან კარგად შემასწავლა ფორტეპიანო. მე ვარ ფორტეპიანოში მეორე კლასელი. ფორტეპიანოს გარდა კიდე მინდა ვუკრავდე ვიოლინოზე. ხშირად მაქვს კონცერტები და ერთხელ ათეულშიც მოვხვდი. მე მგონი ჩემი მუსიკალური სკოლა ამაყობს ჩემით. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან ძალიან კარგი მასწავლებელი მყავს. დაწყებითებში ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა ხათუნა ხოფერია. ის ძალიან კეთილი და მზრუნველი იყო და ბავშვებს არასდროს არ გვიყვიროდა. და როდესაც გადავედი მე-5 კლასში და მასწავლებელი შემეცვალა, გამიმართლა და ისევ ხათუნა ჰქვია. ხათუნა ქორიძე. ისიც ძალიან კეთილი, მზრუნველი და შევეჩვიე და ძალიან კეთილი ქალბატონი არის. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის დევიდ მინასიანი. ყველაზე მშვიდი არის ლუკა ჭიტაძე. ყველაზე ცელქი არის არმან მალხასიანი. ყველაზე ბედნიერი მგონია ლუკა ვასაძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და სიმპათიური. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე გემის კაპიტანი, რადგან მამა არის მეზღვაური და ალბათ გამომევა მეზღვაურობა. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ექიმი და პოლიციელი. ახლა მინდა ვიყო 30 წლის, რადგან უკვე ვიქნები გემის კაპიტანი. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და და. მეტი და-ძმა არ მინდა, რადგან ერთი და მყოფნის ნერვების მომშლელად. ჩემი და არის 12 წლის და ქვია ანასტასია. ის არის ლამაზი, თბილი, კეთილი, ერთგული და ყოველთვის მეფერება და მეხუტება. ნერვებს მიშლის მაშინ, როდესაც მე ვუშლი ნერვებს. ჩემი აზრით, ანასტასია, როდესაც გაიზრდება, ის გამოვა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, მამაცი და ჭკვიანი. მას ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია, რომ სულ თბილ სიტყვებს ეუბნება და საჩუქრებს ჩუქნის. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და კეთილი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელ სოფლიოში. ამაში დარწმუნებული ვარ. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული პიცა. ჩემი აზრით, ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ცეზარს. მე ასევე ძალიან მიყვარს კითხვა და ვარ ლიტერატურის სალონის წევრი. წიგნი რო ძალიან მიყვარს, ეს არის ჩემი მასწავლებლის ეთერ კონცერტის დამსახურება. თავიდან როდესაც მივედი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ძალიან კარგი გარემო დამხვდა. პირველივე დღეს დამემეგობრდნენ ბავშვები. მასწავლებელი ძალიან თბილად, კეთილად და მზრუნველად მექცეოდა და ეხლაც მექცევა ასე. ის არის ძალიან სათუთი ქალბატონი.
ლიტერატურულ სალონში სულ კითხულობთ და მუშაობთ მეტყოლებაზე. ჩემი სიყვარული წიგნია ლოტა აურზაურის ქუჩიდან. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ბიჭის თავგადასავალზე და სიყვარულზე. ეს კარგი ბიჭი, რა თქმა უნდა, ვიქნებოდი მე. მე ასევე ძალიან მიყვარს ფეხბურთი. არ დავდივარ ფეხბურთზე, მაგრამ თამაშობ მეგობრებთან ერთად. ყველაზე კომფორტულად თავს გრძნობ მარცხენა თავდასხმელის პოზიციაზე. მაქვს ძლიერი დარტყმა და გამაქვს ბევრი გოლი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კვარა და საყვარელი გუნდი პესეჟი. სიამოვნებით ვითამაშებდი საქართველოს ნაკრებში 22 ნომრით. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიონერი. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა: რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას: რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მაგალითად, მე მინდა მქონდეს ტელეპორტაციის ძალა. ბედნიერება არის მამა რომ ჩამოდის გემიდან, საჩუქარს რომ გაჩუქებენ ლეკვს, ძაღლს, მანქანას. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.